თამაში მიჰყავთ თბილისის დინამოელებს. ამხანაგოტელი მაყურებელი ტრიბუნები გადაჭედილი. ბილეთო დარჩენილი მაყურებლები კი მყუდროთ მოეწყნენ ჩრდილოეთ ტრიბუნის უკან შემართულ გორაკებს. თამაში თანდათან უფრო მძაფრი ხდება. პირველმა წარმატებამ თბილისელებს ფრთები შეასხა. აი ახლა ისინი მოწინააღმდეგის საჯარო მოედანზე არიან. შეიძლება დარტყმათ. ჩვენ ვდგევართ ფრიად აღმაშფოთებელი ფაქტის წინაშე. გაკიცხვის ღირსია ამხანა კუჭკუჭის საქციელი. ფიქტიური დებეშით თვალის ახვევა წარმოების ხელმძღვანელებისათვის და სამსახურის მიტოვება რიზგულისათვის, ფეხბურთის გულისათვის. ყველაფერმა ამან ადვილად არ უნდა ჩაიაროს სამხანა კუჭკუჭისათვის. იგი უნდა დაისაჯოს. ყოველგვარი მობიერების გარეშე. ფეხბურთის დაწყებამდე დარჩა 5 წუთი. დარბაისელი კაცი, ცოლ-შვილის პატრონი, ხელმძღვანელი ამხანაგი და ასეთი ამჩატება. რას გავს ეს? დიახ, რას გავს? რა არის ფეხბურთი? ფეხბურთი? სტადიონი. დაარტყა იამანიძემ. მიიღო კალოევმა. კალოევმა გადასცა მესხს. მესხმა თავისი შესანიშნავი ფინტებით მოატყუა ერთი, მოატყუა მეორე, მოატყუა მესამე, მოატყუა მეოთხე, მოატყუა მეხუთე, მეკარე! დაარტყა! არის! არა, ამხანაგი კუჭკუჭი უნდა დაისაჯოს. უნდა დაისაჯოს მანურად. სასამართლო გადის განაჩენის გამოსატანად. შეხვედრა საბჭოთა კავშირის პირველობაზე ფეხბურთში. მოგახსენებთ გუნდების შემადგენლობას. თბილისის დინამო, ბოდიში ამხანაგოტელი მაყურებლებო 1 წუთით აქ შეიძლება რაღაც მოხდეს. აი ხედავთ, მარცხენა ფრთაზე იამანიძედან ბურთი მიიღო მესხმა. იგი სწრაფად მიიწევს წინ, გაექს ერთ დამცველს. დამცველის დასახმარებლად წამოვიდა შუა დამცველი. ბურთმა გადამოინაცვლა საჯარო მოედნის ცენტრში კალოევი. კალოევიდან მარჯვენა ფრთა, ბურთანა დათუნაშვილი გაიჭრა მეკარესთან პირისპირ. ჩქარა დარტყმა არის. ასლა ჩვენ გაგვასამართლებს, თამაში თანდათან უფრო მძაფრი ხდება. პირველმა წარმატებამ თბილისელებს ფრთები შეასხა. აი ახლა ხედავთ ისინი მოწინააღმდეგის საჯარო მოედანზე არიან. შეიძლება დარტყმათ. არის!